ძვირფასო თანამემამულეებო მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი მსჯელობა იქნება ოდნავ ტექნიკური და შეეხება ტრიპის მნიშვნელოვან პროექტს, თუმცა არა პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებ, ან სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ მდგენელზე ვისაუბრებ და შევადარებ ტრიპის ფარგლებში, ანუ ეს არის ტრამპის მარშრუტი, ტრამპის გზა საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის, რომელიც გადის ამ მომენტისთვის შეთანხმებული მონაკვეთი გადის აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით, შემდეგ ნახიჩევანში და თურქეთში, თუმცა თეორიულად ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ აი ამ მონაკვეთით და სომხეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა იქნება სწორედ ტრიპის ფარგლებში და დაფუძნდება ცალკე კომპანია, ამაზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ თქვენთან ერთად ერთ-ერთ ანალიზის დროს და აქ მითითება იქნება მაგ ანალიზზე, შეგიძლიათ წახვიდეთ და ნახოთ ეგ ანალიზი თუ გაინტერესებთ ტრიპის პოლიტიკური მდგენელი შეთანხმება და ეს საკითხები. თუმცა დღეს შევეხები სუფთა ეკონომიკურ პერსპექტივას, რა არის ტრიპი, დღეს რა ლოგისტიკური კავშირები არსებობს საქართველოს გავლით, რა ტიპის ტვირთები მიდის, რა მარაგის, რა მოცულობის, ამას ციფრებით განსაზღვრავთ და შემდეგ უკვე შევადარებთ პოტენციურად სომხეთის გავლით ამის გახსნას. პოლიტიკურ მდგენელზე კიდევ ერთხელ არ ვისაუბრებთ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას რა პოლიტიკა გააჩნია, როგორ მიგვიყვანა აქ პოლიტიკა იქამდე, რომ ეხლა ვიზიტი იგეგმება JD Vance-ის რეგიონში და საერთოდ საქართველოსადმი ყურადღება არ არის, მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი, საქართველო გამიჯნული და გარიყულია ყველა პროექტს და პროცესს და შესაძლოა საქართველოს როლი კიდევ უფრო შემცირდეს, მათ შორის აი კონკრეტული მონაცემებით ტრიპის ამოქმედების შემდეგ. და პრინციპში დავიწყოთ ეს ტექნიკური ასეთი საინტერესო ჩემი აზრით ძალიან საუბარი, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრს დაინტერესებს. პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად მოიწონოთ ეს ანალიზი, ამით თქვენ ეხმარებით გვერდის განვითარებას და შემდგომი ანალიზების მომზადებას, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ შეტყობინებები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ხარი დაუჭიროთ არხს, თუ გაქვთ ამის სურვილი. უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ამ მომენტისთვის არის უმსხვილესი აქ ტრანზიტის ქვეყანა და პოლიტიკურ მდგენელზე ვისაუბრეთ, რა დანაკარგები შეიძლება ქონდეს საქართველოს ამ მიმართულებით იმ ცალკე ვიდეოში. ჩვენ ვიცით, რომ ორი ძირითადი მიმართულებით ხდება ტრანზიტი საქართველოს გავლით, ეს უკავშირდება ხმელეთით თურქეთ-აზერბაიჯანის მიმართულებას, უფრო აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით, მაგალითად გაზი ან ნავთობი, მაგრამ მეორე მიმართულება ასევე არის შავი ზღვა და რა თქმა უნდა უკან საპირისპირო მიმართულებითაც, თუმცა ძირითადი მიდის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ზოგადად ყოველწლიურად საქართველოს ტერიტორიაზე გადის დაახლოებით 18-20 მილიონი ტონა ტვირთი და 2024 წელს ეს მაჩვენებელი პრინციპში ოღონდ იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი, ანუ მხოლოდ ტრანზიტს არ გულისხმობ აქ 31 მილიონი ტონა იყო, რაც 5%-ით მეტი იყო ვიდრე 2023 წელს. და აქედან ტრანზიტი დაახლოებით 55% შეადგენს, ანუ ნახევარზე ოდნავ მეტი არის ტრანზიტი, რომელიც აი ამ მდგენელიდან 31 მილიონი ტონიდან. და დაახლოებით ეს არის 18 მილიონი ტონა, როგორც გითხარით. რომ შევადაროთ ასევე, უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ რკინიგზით 2023 წელს საქართველოს რკინიგზით ესე იგი ტრანზიტის მიმართ, ანუ ტრანზიტის არა, ტვირთების მოძრაობის ტვირთ ბრუნვა იყო 13 მილიონი და 600,000 ესე იგი ტონა ტვირთი, აქედან რეალურად 57% იყო სატრანზიტო, ანუ რკინიგზის მიმართულებით ტრანზიტი შეადგენს 7,7 მილიონ ტონას წლიურად და ძალიან დიდი ნაწილი აქედან რეალურად არის აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან მიდის უკვე დასავლეთის მიმართულებით და ეს არის ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის სატრანზიტო მიმართულება. მოძრაობა პრინციპში მიმდინარეობს ასევე აზერბაიჯანის რკინიგზის მეშვეობით და აზერბაიჯანში 2023 წელს პრინციპში
ტრანზიტი დაახლოებით 7 მილიონ ტონამდე არის გაზრდილი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა. პრინციპში ეს გამოწვეულია იქედან, რომ ჩინეთი, ცენტრალური აზია, კავკასია ეს მიმართულება უფრო პრიორიტეტული ხდება ახლა და აქედან გამომდინარე შესაბამისად იზრდება აქ ტვირთბრუნვა. 2023 წელს, ესე იგი, ტრანსკასპიული მარშრუტის მეშვეობით ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო დაახლოებით 2,7 მილიონი ტონა ტვირთი იყო გადაყვანილი, ზოგადად, რაც 86%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე და 2024 წელს ამავე ტრანსკასპიული მარშრუტით, ანუ რომელიც ყაზახეთს გულისხმობს კონკრეტულად 4,5 მილიონი ტონა არის უკვე 62%-ით მეტი. ანუ ჩვენ ვხედავთ ასეთ მნიშვნელოვან მდგენელს და იზრდება ეს მაჩვენებლები. ამავდროულად ნავთობის ტრანზიტი დაახლოებით 30 მილიონ ტონას შეადგენს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით 2023 წლის მონაცემებით. გაზის ტრანზიტი დაახლოებით შეადგენს სამხრეთ კავკასიის ესე იგი გაზის ამ კორიდორის ან პროექტის ფარგლებში დაახლოებით 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შაჰ-დენიზის მიმართულებიდან, რომელიც მიდის შემდეგ უკვე ერზრუმში, ანუ ბაქო-თბილისი ერზრუმის მიმართულება და ელექტროენერგიის ტრანზიტი ასევე საქართველოს მიმართულებით ძირითადად აზერბაიჯანიდან საკმაოდ მსხვილია, აზერბაიჯანის ექსპორტის 65%-ია და 1 მილიარდ 115 მილიონ კილოვატ-საათი არის 2024 წლის მონაცემებით. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ნავთობის მიწოდება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მარაგი, პრინციპში როგორც გითხარით, 2023 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით 30 მილიონი ტონა ნავთობი არის გადაყვანილი საქართველოს ტერიტორიით და ეს არის აზერბაიჯანის ნავთობის ექსპორტის 76%, ოღონდ ნავთობსადენების მეშვეობით კონკრეტულად. და ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ აქედან 82%, ანუ 25 მილიონი ტონა არის აზერბაიჯანული ნავთობი, ხოლო 14%, ანუ 5 მილიონი ტონა, ეს არის ყაზახეთის და თურქმენეთის ნავთობი ტრანზიტით, რომელიც ასევე გადის ბაქო-თბილისი, ესე იგი, ჯეიჰანის მიმართულებით. მთლიანობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გამტარი უნარიანობა დაახლოებით 60 მილიონი ტონა არის და ამ მომენტისთვის გამოდის, რომ დატვირთულია მხოლოდ 50%-ით 30 მილიონი ტონა მთლიანია ეს მარაგი. ანუ ნახევარი დატვირთვით მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. მეორე ნავთობსადენი, ესე იგი, არის ბაქო-სუფსა, რომელიც 7 მილიონი ტონის გადაზიდვის უნარი გააჩნია ზოგადად, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ანუ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და როდესაც ვითარება შავ ზღვაში არასტაბილური გახდა, პრინციპში ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად არის შემცირებული აქ დატვირთვა და ბოლო ინფორმაცია, რაც მე მაქვს ხელთ, რაც მე მოვიძიე, 1 მილიონი ტონა არის გადაზიდვა 2024 წელს. მაგის შემდეგ რა გადაზიდვებზე არის საუბარი, ზუსტ ინფორმაციას ვერ ვპოულობ ამ მომენტისთვის, თუმცა ძირითადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენარჩუნებულია ის სტანდარტული, ანუ 1 მილიონი ტონა ამ შემთხვევაში პროფილაქტიკური უფრო მიწოდება გამოდის გარკვეულწილად, რომ თავად ნავთობსადენი არ გააჩერონ, რაც ასევე ზოგადად პრობლემურია, ანუ არ გაჩერება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გაჩერება ძვირი ჩდება. გაზის მიმართულებით უნდა ვთქვათ, რომ ეს სამხრეთ გაზის კორიდორი, ანუ ბაქო-თბილისი ერზრუმი პრინციპში საკმაოდ სერიოზულად არის დატვირთული, 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადის აქედან, ზოგადად დაახლოებით 23 კონკრეტულად რომ ვთქვათ და 25 მთლიანად საქართველოს გავლით ტრანსპორტირების მონაცემები ასეთი არის და დატვირთულია 95%-ით, ანუ მაქსიმალურად პრაქტიკულად ბაქო-თბილისი ერზრუმის გაზსადენი დატვირთულია და რეალურად გაზსადენის მიმართულებით ახალი გაზსადენის მშენებლობის საკითხი შესაძლოა ასევე იყოს დღის წესრიგში. რატო?
და ეს საკითხიც განიხილება, იმიტომ რომ ნახეთ, აქ საინტერესო არის ის მდგენელი, რომ ევროკავშირი ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახლა აზერბაიჯანში განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით. ანუ აზერბაიჯანული თბოელექტროსადგურები მუშაობენ ძირითადად გაზზე და ეს გაზი იხარჯება ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით და აზერბაიჯანს საკმაოდ ბევრი ელექტროენერგია ჭირდება მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე 10 მილიონზე მეტია. ზუსტი ციფრები არ არის ბოლო, მაგრამ ვიცით რომ 10 შესაძლოა 11 მილიონი იყოს მოსახლეობა, ანუ რაც ძალიან ბევრია, როცა ვადარებთ ჩვენ 3.7 მილიონს მაგალითად, ან სომხეთის 3 მილიონს, შესაბამისად დაახლოებით 3-ჯერ მეტი გამოდის, ამიტომ მოხმარებაც აქვს 3-ჯერ მეტი და შესაბამისად ეს თბოელექტროსადგურებს აქვს დიდი წვლილი და ევროკავშირს სურს თბოელექტროსადგურების ჩანაცვლება, ამიტომ მწვანე ენერგეტიკაში ახორციელებს ახლა ინვესტიციებს აზერბაიჯანში, რომ ჩაანაცვლოს თბოელექტროსადგურები და მეტი, ანუ აზერბაიჯანული გაზი მიიღოს როგორც ნედლეული, ანუ როგორც გაზი თავად და არა აზერბაიჯანმა რომ დახარჯოს გაზი ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით. აქედან გამომდინარე, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ თან გარკვეული პროექტები არის აზერბაიჯანში, რომელიც მიმართულია ახალი გაზის საბადოების განვითარების მიმართულებით და ახალი ნავთობის საბადოების განვითარების. ნავთობის მიმართულებით თუ იქნება განვითარება, მე ვფიქრობ, რომ დიდი სურვილი აზერბაიჯანს, რომ ცალკე ნავთობის, ესე იგი, მიმართულება ახალი ჩამოაყალიბოს ტრიპის ფარგლებში, ალბათ პრიორიტეტული არ იქნება აი ასე მოგრძალებულად, რომ შევაფასოთ, მაგრამ გაზსადენის მშენებლობა ახალის საკმაოდ აქტუალური შეიძლება იყოს, განსაკუთრებით რომ აზერბაიჯანს ბუნებრივად მოუნდება დაუკავშირდეს თავის ავტონომიას ნახიჩევანს პირდაპირ სომხეთის გავლით, რადგანაც დღეს საქართველოს გავლით მერე მიდის თურქეთში და მერე თურქეთი აწვდის ნახიჩევანს გაზს, მეორე მიმართულება არის ასევე ირანის გავლით ასეთი მიწოდების ქსელი და შესაბამისად აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტული იქნებოდა გაზსადენის მშენებლობა. თან აქაც პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი აქ გაზსადენი არის პრაქტიკულად 100%-ით დატვირთული და შესაბამისად ახალის მშენებლობა ან საქართველოში უნდა ყოფილიყო, ან სომხეთზე და დიდი ალბათობით პირდაპირ სომხეთზე მოხდება მაგის განხილვა. მე ასეთი პროგნოზი მაქვს. თან ტრიპის ფარგლებში ისედაც იგეგმება ზოგადად ნავთობსადენის, გაზსადენის, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, ინტერნეტის კაბელის, რკინიგზა და გზები ხო გასაგებია მშენებლობა და შესაბამისად ვფიქრობ, რომ გაზსადენი იქნება პრიორიტეტული და არა ნავთობსადენი ჩემი აზრით. გარდა ამისა, ასევე უნდა ვთქვათ ელექტროენერგიის მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პირდაპირ განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების გაერთიანება მოხდება, ანუ დაკავშირება, უფრო სწორი ტერმინი არის ამ შემთხვევაში და რაც იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ამის მეშვეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ასევე მოხდეს მაგის ინტეგრაცია. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ აზერბაიჯანისგან ჩვენ ვყიდულობთ ელექტროენერგიას შემოდგომის და ზამთრის პერიოდში, ვავსებთ აი ამ დეფიციტს, რომელიც საქართველოში იქმნება ამ პერიოდში, განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურებიდან, ხოლო შემდეგ უკვე ზაფხულის პერიოდში, როდესაც პირიქით პროფიციტი გვაქვს, ანუ ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავება შეგვიძლია ჰიდროელექტროსადგურებიდან, ამას უკან ვუბრუნებთ აზერბაიჯანს. 2024 წელს აზერბაიჯანმა საქართველოს მიმართულებით გადასცა 1 მილიარდ 100 ესე იგი 40 მილიონი ესე იგი კილოვატ-საათი ელექტროენერგია, დაახლოებით 60 მილიონი დოლარის ღირებულების და ეს აზერბაიჯანის ექსპორტის 65% იყო. 23 წელს ეს ექსპორტი გაცილებით მეტი იყო 2 მილიარდი კილოვატ-საათი, თუმცა შემდგომ ეს ვითარება შეიცვალა და პრინციპში როგორც ვიცი რუსეთიდან ჩვენ გაცილებით მეც ვყიდულობთ ახლა და ამით აზერბაიჯანის წვლილი შევამცირეთ. პრინციპში აქვე უნდა ვთქვათ, რომ ასევე იგეგმება და მიმდინარეობს ისედაც თანამშრომლობა ციფრულ
კაბელის მიმართულებით, ისედაც არის უკვე ერთი კაბელი კონკრეტული, თუმცა იგეგმება ტრანსკასპიული კაბელის ჩამოყალიბება, რომელიც აქტაუ და სუმგაიც დააკავშირებს ერთმანეთთან და შემდგომ ეს საქართველოს გავლით დაახლოებით 400 ტერაბაიტ წამში მაჩვენებელს მოგცემს კონკრეტულად კავშირის, რომელიც რეალურად უკვე უნდა დასრულებულიყო დაახლოებით 2026 წელს უკვე უნდა გადავიდეს, ასე ვთქვათ, აქტიურ ფაზაში და ამის შესახებ სავარაუდოდ ინფორმაციას მივიღებთ. ახლა ასევე თქვენთან ერთად უნდა ვისაუბროთ ტრიპის მდგენელზე. სავარაუდოდ აქ საუბარია, რომ პრინციპში აზერბაიჯანი ელოდება ზოგადად, რომ 2020-23 წლებში იმდენად გაიზარდა შუა დერეფნის ფარგლებში თვითმფრინავა, რომ მოლოდინი არის ასეთი. 2024 წელს თუ მივაღწიეთ 4,5 მილიონ ტონას შუა დერეფნის ფარგლებში, 2025 წელს მივაღწიეთ უკვე 5,2 მილიონ ტონას და პროგნოზით 2027 წელს უნდა უკვე მივაღწიოთ 10 მილიონ ტონას ტრანზიტს შუა დერეფნის ფარგლებში. და აქედან გამომდინარე პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ყაზახეთის მიზანი არის ზოგადად 220%-ით გაზარდოს სამჯერ, ანუ დაახლოებით ტვირთბრუნვა აქვე სწორედ ყაზახეთის მიმართულებიდან გამომდინარე. და უნდა ვთქვათ, რომ პრინციპში ბაქო-თბილისი-კარსის და საქართველოში მაგისტრალების მოდერნიზაციის შედეგად მსოფლიო ბანკის შეფასებით შესაძლებელია შუა დერეფნის მოცულობის გაზრდა 5,8 მილიონ ტონამდე, ესე იგი, წლიურად. აქედან ეს არის დღევანდელი მაჩვენებელი, რამდენიმე ათეული მაჩვენებლები. თუმცა რეალობა, რომელსაც ჩვენ ხედავთ ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით, საკმაოდ სკეპტიკური არის ჩემი აზრით, ანუ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ასეთ მასშტაბურ ტვირთბრუნვას რეალურად და პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა 150 მილიონი ევრო საქართველოს რკინიგზაში, თუმცა რეალობა, ანუ ჯერჯერობით ცვლილება არ გვინახავს, მოკლედ სტატისტიკაში ესეთი მკვეთრი ზრდა არ იკვეთება ზოგადად. საქართველოში უნდა ვთქვათ, რომ ცალკე კონტეინერების მიმართულებით არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და აქ უკვე იკვეთება ზრდა დაახლოებით 70%-ით. 2025 წელს იყო ზრდა ჩინეთი საქართველოს მიმართულებით ასეთი გადაზიდვების და პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ ეს სავარაუდოდ პრიორიტეტული გახდება, ანუ ჩინეთი ამ მიმართულებით ეკონომიკურად გააქტიურდება კიდევ უფრო. მოლოდინი არის ზოგადად, რომ შუა დერეფნის ფარგლებში თვითმფრინავა მნიშვნელოვნად გაიზრდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. და ახლა, როდესაც ჩვენ ასევე საუბრობთ ტერმინალებზე, საქართველოს კონკურენტუნარიანობის მთავარი მდგენელი უკავშირდება ფოთისპორტს, სადაც არის APM ტერმინალსი, რომელიც მართავს ამას და უნდა ვთქვათ, რომ აქ პრინციპში 2025 წელს ინვესტიციების შედეგად დამატებით 50,000 ტეუს შესაძლებლობა გაჩნდა და რეალურად დაახლოებით რა მონაცემებიც გაგვაჩნია 2026 წელს გამტარუნარიანობა ფოთისპორტის უნდა იყოს 1 მილიონ 1/1000 ანუ 100,000 EU წელიწადში, ანუ ამ წელიწადში. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ თავად ანუ ყაზახური კომპანია აქტიურად ინვესტიციებს ახორციელებს ფოთისპორტში და პრინციპში ელოდება, რომ ფოთისპორტის განვითარება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ესეთი პერსპექტიული პროექტი. ბათუმის პორტზეც უნდა ვისაუბროთ. ბათუმის პორტი ძირითადად ნავთობის გადაზიდვებისთვის გამოიყენება და ესე იგი ყაზახეთის ნავთობი მილიონი ტონა არის ბათუმის პორტის მეშვეობით გავიდა
2023 წელს ბოლო მონაცემით, 2025 წლის მონაცემით დაახლოებით 1,700,000 ტონა ნავთობი უნდა გადასულიყო, ესე იგი, კონკრეტულად ბათუმის ტერმინალიდან. ბათუმის ტერმინალის მაქსიმალური მდგენელი არის 3 მილიონი ტონა წელიწადში, ანუ არ არის სრულად დატვირთული. ასევე უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობთ ტრიპის პროექტზე, ანაკლიას ღრმაწლოვანი პროექტის არ ჩაშვება და დაგვიანება მრავალი წლით, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად აფერხებს ზოგადად ამ ტრანზიტს. ანაკლიას პირველ ეტაპზე უნდა ჰქონდეს საშუალება 7 მილიონი ტონა მიიღოს და შემდეგ გაიზარდება წესით ტვირთბრუნვა 20 მილიონ ტონამდე. და ფოთის სპორტი ამ შემთხვევაში გახდება დამატებითი ფუნქციის მქონე მხოლოდ. თუმცა ახლა როგორც ვართ დაახლოებით და რა მონაცემიც გვაქვს, ანაკლიის სპორტის განვითარება პრაქტიკულად 2032 წლისთვის იგეგმება პირველი ფაზის დასრულება, ან 2030 წლისთვის საუკეთესო შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აი ამ დამატებითი 7-დან 20 მილიონ ტონამდე მიიღების საშუალება ანაკლიის სპორტით არ ექნება უახლოესი მინიმუმ 4, შესაძლოა 6 წელი თუ არა მეტი. და აი ამ კონტექსტში არის მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ თქვენთან ერთად უკვე ვიწყებთ საუბარს ტრიპის პროექტზე, იმიტომ რომ ტრიპის პროექტის მონაცემებით კონკრეტულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანს დაგეგმილი აქვს კონკრეტული მდგენელი, რომელიც გულისხმობს სომხეთის გავლით, ესე იგი აი ამ რკინიგზის მარშრუტის ჩამოყალიბებას. და აქ ჩვენ ხედავთ პრინციპში, რომ დაახლოებით აზერბაიჯანის გეგმა არის 15 მილიონი ტონა. ანუ რომელიც ასევე პერსპექტივაში უნდა გაფართოვდეს და 20-25 მილიონ ტონამდე მივიდეს. შესაბამისად, როდესაც ამას ვაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად აი ეს 15 მილიონი ტონა, შემდეგ 20-25, პრინციპში ნაწილობრივ ანაკლიის სპორტს ანაცვლებს. ან ავსებს იმას, რაც ანაკლიის სპორტში დაგვიანდა. ანუ ანაკლიის სპორტი რომ მზად ყოფილიყო, გადანაწილება იქნებოდა გაცილებით უფრო ბუნებრივი და სწორი ჩემი აზრით, ვიდრე ანაკლიის სპორტის გარეშე. მით უმეტეს ახლა ტრიპზე სხვადასხვა აზრი არსებობს, მაგრამ დღევანდელი მონაცემები შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები სომხეთში რა თქმა უნდა გადაწყვეტს ამას, ფაშინიანის ხელისუფლებაში დარჩენა არის საჭირო მაგისთვის, მაგრამ ტრიპის მშენებლობა რეალურად წელიწადნახევარ 2 წელიწადში შეიძლება დასრულდეს. არჩევნებიდან, ანუ დაახლოებით 2028 წლის ბოლომდე ტრიპი იქნება მზად, რკინიგზის მონაკვეთი. რაც იმას ნიშნავს, რომ ანაკლიის სპორტი ვერანაირად ვერ დაეწევა ამ ლოგიკით ახლა და ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად, რაც იქ გააკეთეს, კონკრეტულად როცა ჩამოართვეს ანაკლიის სპორტის კონსორციუმს და შემდგომ პრაქტიკულად ბევრი წლით გააჭიანურდა ეს პროცესი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ პრინციპში აზერბაიჯანში მაგალითად მთელი კი არის ტვირთბრუნვა 10-11 მილიონი ტონა იყო 23 წელს, მაგრამ ანუ ელოდება არის მოლოდინი და ეს უკავშირდება მათ შორის საკითხებს, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ანუ თურქული კავშირის, თურქული სახელმწიფოების თანამშრომლობის ინტეგრაციას და გაზრდას, შუა დერეფნის გაზრდას, ტრანზიტს და ასე შემდეგ, რომ იგეგმება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ზრდა. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ აი ამ შუა დერეფნით, ანუ ტრიპის ფარგლებში შეიძლება 18 დღიდან 12 დღემდე შემცირდეს ჩინეთიდან ევროპაში ტრანზიტი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მდგენელი, რომელიც ჩვენ პრინციპში საქართველოში გვიჭირს, ასე ვთქვათ, ეს არის მოქალაქეთა ტრანზიტი რკინიგზით. ბაქო, თბილისი, ახალკალაქი, ყარსის რკინიგზა იმდენად, ასე ვთქვათ, რთულ გეოგრაფიაში გადის, ეს უკვე გეოგრაფიული პროცესი არის ჩემი აზრით უფრო ვიდრე გარკვეული პოლიტიკური, რომ კავშირი საკმაოდ რთულია მან სტაბილური თან მოქალაქეებისთვის, ანუ ტვირთებისთვის უკეთესი არის გაცილებით
და რეალურად აზერბაიჯანი გეგმავს ტრიპის ფარგლებში წელიწადში 5,5 მილიონი ადამიანის ტრანზიტის ორგანიზებას თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის იქ. მათ შორის 20-25,000 სატრანსპორტო საშუალება, რაც გარკვეულწილად განტვირთავს საქართველოს გზებს ნაწილობრივ, თუმცა ასევე უნდა ვთქვათ, რომ ის ფაქტი, რომ ჩვენ ავტობანი ბორჯომის გავლით ახალ ციხემდე არ გვაქვს აშენებული, ეგეც მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება ზოგადად, ისევე როგორც ბათუმის მიმართულებით ავტობანი ცენტრალური რომ არ გვაქვს დამთავრებული ჯერ, ეგეც რა თქმა უნდა, ანუ კონკურენციაზე არის საუბარი სუფთა ტექნიკური მიმართულებით და აქ უნდა ნაბიჯები ყოფილიყო ეფექტური, ანუ აქ შეგვიძლია საქართველოს მთავრობის ქმედებები შევაფასოთ სწორედ ეკონომიკური და ეფექტურობის მდგენელებით. ანუ ის კორუფციული кейსები, რაც იყო შემთხვევები, მათ შორის რკინიგზა იმასთან ავტობანთან დაკავშირებით და რაც ცნობილია მედიაში, კიდევ ერთხელ ცხადყოფენ, რატომ ვართ იქ, სადაც ვართ. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის პრინციპში იგდირიდან ნახიჯევანში არის პრინციპში შენდება გასადენი, რომელიც დაახლოებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას უნდა ითვალისწინებოდეს და ასევე 1,8 მილიონამდე უნდა გაზარდოს მომავალში ეს მდგენელი, ეს თურქული ბოტაში და აზერბაიჯანული სოკარი აწარმოებენ ამას, მაგრამ სომხეთის გავლით შეიქმნება შესაძლებლობა, რომ პირდაპირ მიაწოდოს გაზი ნახიჯევანში აზერბაიჯანმა სწორედ სიუნიქის რეგიონის გავლით სომხეთის. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასადენი გადაწყვეტილი ამბავი არის დიდი ალბათობით. ამას ემატება კიდევ ელექტროენერგიის ქსელი და ესეც შეიძლება მეტწილად იქ დაიწყოს ასევე პროცესები. რკინიგზის მიმართულებით არის კონკურენტუნარიანი შესაძლებლობები, მათ შორის ტვირთბრუნვის. ანაკლიის პროექტი, რომ არ არის რეალიზებული, მნიშვნელოვანი დანაკლისია. ნავთობის მიმართულებით ვერ ვიტყვი, რომ სერიოზული რაიმე ცვლილება იქნება ტრიპის ფარგლებში. ოპტიკური მიმართულებით კაბელის, ინტერნეტის ასევე არ ამგონია, რომ სერიოზული ცვლილება იყოს, თუმცა შესაძლოა სომხეთის გავლითაც იყოს. და ავტობანის, ანუ მანქანის გზების მიმართულებით კი ბატონო, დიდი ალბათობით ბევრი გადაინაცვლებს იქ, იმიტომ რომ ნახიჯევანთან უბრალოდ ახლოს არის მათ შორის კავშირი. ანუ ძირითადი დასკვნა აქედან რაც გამოგვაქვს, არის ანაკლია. ანაკლია როგორც რეალური ჩავარდნა ჩვენი სტრატეგიული, რომელიც უნდა ყოფილიყო და ეს უკვე პოლიტიკურ მდგენელში თქვენ თვითონ შეაფასეთ, რატო მოხდა ასე, როდის მოხდა ასე, როგორ მოხდა ასე და ასე შემდეგ, საკმაოდ მნიშვნელოვანია. რეალურად, რა თქმა უნდა, აქ ბევრი რამე არის დამოკიდებული პოლიტიკურ საკითხებზე. თუ საქართველოს გააგრძელებს დასავლეთისგან იზოლაციას, დაპირისპირებას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რეალურად საქართველოს როგორ იქნება ხიდი სატრანზიტო, როდესაც სატრანზიტო ხიდს სჭირდება ყველასთან კარგი ურთიერთობები. ძალიან მარტივი ამბავია. და შესაბამისად დაპირისპირება დასავლეთთან ავტომატურად იწვევს ჩემი აზრით საქართველოს როლის შემცირებას და გადამისამართებას ბევრი მიმართულების ტრიპზე. ამის მარტივი მაგალითი არის ნოემბერში შემდგარი თეთრსახში შეხვედრა ტრამპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი ლიდერების, სადაც დოკუმენტში ნახსენებია, რომ ვაჭრობა ამ ქვეყნებს შორის თან ახალი მიმართულებით, რომელიც ჯერ არ არის. ანუ ჩვენ უნდა გავთვალისწინოთ, რომ ეს ტვირთბრუნვა იზრდება. ეს არის მათ შორის იშვიათი მინერალები, რაზეც ტრამპი ხშირად საუბრობდა, რაც სჭირდება ხელოვნურ ინტელექტს და ასე შემდეგ, და ამის მიწოდებისთვის წერია ტრიპი. ანუ ეს ერთი მდგენელი, რაც რეალურად იქ საქართველოს არ არის ამ საბუთში რეალურად და ეს გამოგვრჩა. მეორე არის ევროკავშირის Global Gateway პროგრამა, ანუ ევროკავშირი რომ ცენტრალურ აზიასთან ვაჭრობას აფართოვებს. იმ საბუთშიც წერია ტრიპი და სომხეთი, არ წერია საქართველოს. ანუ შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების გაფუჭებას აქვს
კონკრეტული ეკონომიკური შედეგები, იმიტომ რომ ეს ტვირთბრუნვა, რომელიც საქართველოსზე გადის, მე არ ვამბობ, რომ მაინც სომხეთზე არ უნდა გაიაროს. ანუ გულწრფობ, რომ აქ საქართველოსზეც და სომხეთზეც, ანუ ეს არის მომგებიანი ვარიანტი ჩემი აზრით, მაგრამ ერთ-ერთზე მაგალითად მარტო სომხეთზე რო გადის, ეს საქართველოს ვერა, ესე იგი ინტერესებში ვერ იქნება ბუნებრივია, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ დასავლეთთან ესეთი ურთიერთობის ფონზე დასავლეთი წყვეტს. და დასავლეთი წყვეტს, რომ მათ არ ჭირდებათ ესეთ საქართველოსთან აი ამ საკითხებზე შეთანხმება, როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს ეს საბუთები მაგას ამტკიცებენ ტრიპი ცენტრალურ აზიასთან და Global Gateway და შესაბამისად ეგ რას ნიშნავს? ხო, ეს ნიშნავს ჩვენი კეთილდღეობის შემცირებას, ჩვენი გავლენის შემცირებას, ჩვენი სახელმწიფოს დასუსტებას. აბა რა არის ეკონომიკა თუ არა ეს ყველაფერი, ხო, ეს ხო მარტო კეთილი საქმე არ არის, ეს არის ციფრები, ეკონომიკური მდგენელები, ვაჭრობა, ფული, შესაძლებლობები, რესურსები, სარგებელი. ქართულ სახელმწიფოს აკლდება ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით, აი ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და ეს ხდება ჩემი აზრით კონკრეტულად და მარტივად რომ ვთქვათ, პოლიტიკის შედეგად და მე ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკის სხვაგვარი წარმოება, რომლის მომხრე არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ჯერ საქართველო, გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა ვიდრე ის, რაც ეხლა ხდება, რადგანაც ეს ხელშეუწყობდა აი ჯერ საქართველოს პრიორიტეტების და პრინციპების წარმოებას და არა ჯერ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არა ჯერ პირობითად ძალაუფლების შენარჩუნების და არა ჯერ რუსეთის ინტერესების გატარების, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს ინტერესების ნაცვლად ჩვენ გარკვეულწილად ანუ რაში აწყობს საქართველოს დაპირისპირება ევროპასთან და ამერიკასთან, აი მარტივი კითხვა. რაში აწყობს? არ გაღიზიანების პოლიტიკას თუ ვატარებთ რუსეთის მიმართ, რატო ვატარებთ გაღიზიანების პოლიტიკას ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიმართ? თვალებში გვეპატარავება ეს ორი გაერთიანება? ბუნებრივია, რომ არაფერში არ უნდა გვაწყობდეს წესით, მაგრამ სამწუხაროდ ხდება და მე არ ვარ მომხრე რუსეთის გაღიზიანების, მაგრამ არ ვარ მომხრე ასევე ამერიკის და ევროკავშირის გაღიზიანების, პირიქით მათთან მოკავშირეების და კარგი ურთიერთობის მომხრე ვარ. რუსეთთან რამდენადაც შესაძლებელია ასევე კარგი ნორმალური ურთიერთობის მომხრე ვარ პირადად. მაგრამ რამდენად არის ეს შესაძლებელი ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის ფონზე და სხვა ასევე პროცესების, ეს რა თქმა უნდა უკვე კონკრეტიკის საკითხი არის, ახლა ამ კონკრეტული მსჯელობის ფარგლებში ამაზე არ ვსაუბრობთ. ერთი კიდევ საინტერესო საკითხი არის ის, რომ თუ ირანში მოხდება ცვლილებები რეჟიმის, შესაძლოა ჩვენთვის საინტერესო გახდეს ირანი, სომხეთი, საქართველო, ახალი მარშრუტი, რომელიც რაღაც მხრივ დაგვაკავშირებს ასევე ინდოეთთან, ანუ ინდოეთი, ირანი, სომხეთი, საქართველო, ევროპა, ანუ კიდევ ერთი ტრანზიტული ესეთი გეზი იქნება და პლუს ამას შეიძლება თავად ირანიდანაც თუ იქ იქნება პროდასავლური ხელისუფლება, გაზის ექსპორტი მოვაწყოთ ევროპაში. ან ნავთობის. ირანი არის ძალიან მდიდარი. ოღონდ ამ რეჟიმის ფარგლებში არა და ესეც უცნაურია, რომ საქართველოს ხელისუფლება უახლოვდება პოლიტიკურად ამ ირანის რეჟიმს, მაშინ, როდესაც ყველა ფთხილობს, მათ შორის ჩვენი მეზობლები სომხეთი და აზერბაიჯანი იძულებული არიან საზღვარი აქვთ, მაგრამ ფთხილობენ ორივე საკმაოდ და ასე რომ ჩვენ ზედმეტი დაახლოება ირანის ამ ხელისუფლებასთან, ზედმეტი დაახლოება ხაზს ვუსვამ, არ გვჭირდება, მაგრამ თუ ცვლილებები იქნება, ახალი პოტენციალი გაიხსნება. ვფიქრობ, საინტერესო იყო ამ ყველაფერზე მსჯელობა და დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.